გამარჯობათ. ყველაზე რეტრო, ყველაზე პიქსელური, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნათელი, ყველაზე კაშკაშა და ძალიან ლამაზი gadget. თუ რომელიმე თქვენგანი ხელში ჩაიგდებთ, აი ამ gadgets დამერწმუნეთ ერთის მაგივრად ალბათ 4-ვეს იყიდით და რატომ 4-ვეს ამას ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ეს არის ჩვენი Pixo და ელოდება ტელეფონის ჩართვას. მოგწონთ საათი. ლამაზია, ხო? ჯერ სათხართ. ყუთში მოყვება არც არაფერი. რაც შეეხება კომპლექტაციას, მოყვება მხოლოდ ეს USB კონექტორი ერთსაც და მეორესაც. სხვათა შორის არ შეგრცხვება ყუთიც ისეთია, ძალიან ლამაზად გაკეთებული ყუთია და ეთყობა რომ ხალხს არ ეზარება მუშაობს დიზაინზეც. Pixo აღჭურვილია Bluetooth 5.0-ით. ელემენტის დატენის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3 საათი, ხოლო ელემენტის ტევადობა არის 2560 მAh. და წონაში იწონის დაახლოებით 500 გრამს, ანუ 9 კილოს. სულ მუდმივ ჩართულ რეჟიმში, ბოლომდე აწეული სითეთრით, სიკაშკაშით, დაახლოებით 6 საათამდე ძლებს ჩვენი Pixo. ვისაც ვანახე ეს დევაისი ყველა გაგიჟდა, ყველას მოწონს, იმიტომ რომ ულამაზესი დევაისია, ძალიან რეტროა ხალხო. პიქსელებით არის აქ ყველაფერი გაკეთებული და 16 მილიონი ფერი აქვს და აბსოლუტურად ყველაფრის გაშვება შეგიძლია ტელეფონიდან. რაც შეეხება ტელეფონს, მოყვება თავისი აპლიკაცია Android-ზეც, iOS-ზეც თავსებადია აბსოლუტურად უპრობლემოდ. ძალიან მარტივად უკავშირდება ტელეფონს და დაშორებაც 10 მეტრი აქვს დაახლოებით, როგორც სტანდარტული ჩვეულებრივი Bluetooth-ი. ეხლა რაც შეეხება ფუნქციონალს. ჩვენს Pixo-ს აქვს შესაძლებლობა გამოიტანოს Twitter-ის ნოტიფიკაციები, გამოიტანოს Skype-ის ნოტიფიკაციები, ასევე თუ თქვათ რაიმე მესიჯი მოგივიდათ ან მსგავსი რამ, აუცილებლად დაიწერება აი აქ Pixo-ზე, მოგცემ შეტყობინებას, დახატავს სოციალური ქსელის იკონკას და რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ფუნქციებს, რომლებიც უამრავი აქვს ხალხო და ულამაზესი ფუნქციები, მათ შორის ესეთი ანიმირებული გიფების ჩართვა შეგიძლიათ მასზე, ტელეფონიდან შეგიძლიათ ესე გაუშვათ და წამიერად გამოეშვება უკვე ჩვენს Pixo-ზე. მედია ჩანს ახლა ჩვენ Pixo-ს თავისი story აქვს, ესე ვთქვათ, თემების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ აი ეს ყველა თქვენი ესე ვთქვათ იკონკები, რომლებიც გინდათ გამოიტანოთ, აი ესე. ავირჩევ ნებისმიერს, გამოვა, აი აქ გვაქვს ჩვენ თემები, ყოველდღიურად ემატება. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ როგორც იუზერი თქვენ თვითონ გააკეთოთ აი ეს იკონკა და ავტომატურად გავუკეთოთ upload-ი აი ამ Pixo-ს ესე ვთქვათ მარკეტზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა. შემიძლია ჩავრთო, დაუწიო აი ესე სიკაშკაშეს, შემიძლია აუწიო ბოლომდე, შემიძლია ტაიმერი დავაყენო. შემიძლია მუდმივად ისე ჩავრთო რომ არ გაითიშოს არასდროს. აქ კიდევ არის ფუნქციები, კალენდარი, tools-ი გვაქვს, შეგიძლიათ stopwatch-ი ჩართოთ, აი დანიშნოთ დრო და ვთქვათ ქვიშის საათი დამოგიჩნდებათ აი აქ start time და ნუ აქედან ტაიმერს დააყენებ და აქ გვაქვს ჩვენ ტექსტის ესე ვთქვათ სისწრაფე. შეხედეთ როგორ გარბის, აი ეს მორბენალი სტრიქონი, აი აქ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი background-ის სისწრაფე, ანუ აი ეს სიჩქარე და ასე შემდეგ. აქ შეგვიძლია მივუთითოთ ნებისმიერი სურათი, შეგვიძლია ავირჩიოთ აი ამ გალერეიდანვე. ესე ჩვენი მორბენალი სტრიქონი. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ასევე დაასეივოთ, მოგთხოვთ სახელს და აი აქ სეივის დროს შეგიძლიათ მივუთითოთ cloud-ი, device-ი, ანუ პირდაპირ ტელეფონში რო ჩაიწეროს, cloud-ში, ანუ ააგდოთ online-ზე გალერეაზე და სხვებსაც მისცეთ უფლება რომ ჩამოწერონ თქვენი გაკეთებული ესე ვთქვათ ტემპლეიტი და შეგიძლიათ უბრალოდ გალერეაში აი აქ თქვენთან შეინახოთ ლოკალურად. რაც შეეხება ახლა კიდევ დანარჩენ ფუნქციას. ამ device-ს საშუალება აქვს 4 ცალი ერთად მიებას. ანუ 4 device-ი ამუშავოთ როგორც პარალელურად, ასევე მიმდევრობით. რას ნიშნავს პარალელურად და მიმდევრობით? მეორე device-ი მოდით ჩავრთოთ, ეს არის ჩემი მეორე device-ი, რომელსაც ალბათ შევავსებ და გავაოთხებ, იმიტომ რომ ულამაზესია 4 ცალი ერთად, როდესაც ეს გადაებმევა ერთმანეთს, აი ესე მოდით ჩავრთოთ.
ეხა ეძებს აი ამ device, არა, აი ამ device ეძებს მოძებნა. როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერის მონიტორებზე ხდება იდენტიფიკაცია, იგივენაირად უკეთებს პირველს და მეორეს, მოძებნა two device connected. აქ, რასაც კი დახატავთ, გამოისახება ჩვეულებრივად ეკრანზე. ეს ორივე ეკრანი ამჟამად მიმდევრობით არის მიერთებული და არა პარალელურად. მაუსი აქედან იქით რომ გადადის, იგივე სისტემით ერთდებიან აი ეს ორი device ერთმანეთთან. შეხედეთ, ძალიან მარტივად აი ესე უბრალოდ რაღაცა ხაზი გავალოთ. ან დავხატოთ გული. ორივე მონიტორზე ერთად აი ესე საერთოდ შეგვიძლია გავაფერადოთ ამ მსგავსი რაღაც გავაკეთოთ. ეხლა რაც შეეხება აი ამ გაერთიანებულ მონიტორებს, ისევე როგორც ხატვა შეგიძლიათ აი აქ ორ მონიტორზე, ამავდროულად თუ შეერთებთ და დააკონექტებთ 4 ცალ პიქსელს ერთად, რა თქმა უნდა, ამაზე ლამაზი სანახაობა არ იქნება. პირადად მე ფიქრობ, რომ კედელზე ჩამოკიდვის დროს უბრალოდ ქვევიდან ესე შნურები უნდა ჩამოუწიო, ყველას თავის დამტენი უნდა შეუერთო მუდმივად და დატენვის შემთხვევაში უბრალოდ უნდა ადგე და დაიწყო დატენა. ძალიან ლამაზია ხალხო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როდესაც 4 ცალს ერთად გადააყავთ, აი ესე გექნებათ ჩვეულებრივი მორბენალი სტრიქონი ულამაზესი. ესეც ჩვენი Photoshop-ი, Premiere-ი. ანუ ნებისმიერი იკონკის შექმნა შეგიძლიათ, ნებისმიერი ანიმაციის შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სურათიც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარდაიქმნება აი ამ ულამაზესი retro style პიქსელებით. ხო, რაც შეეხება ფასს, მისი ფასი არის $50. დამერწმუნეთ ხალხო, ეს device-ი თავის ფასი ნამდვილად ღირს. ხო, კიდევ ერთი, აი აქ წინ აქვს მიკროფონის ხვრელი, რომელსაც საშუალება აქვს გაზომოს, ასევე აი ეს ხმაურის, ანუ დეციბელები შეუძლია გაზომოს, შესაბამისად, ასევე აქვს equalizer-ის საშუალება, რომელიც უყვება, ესე ვთქვათ, მუსიკას და მუსიკის მიხედვით შეუძლია რაღაც ესეთი შკალები გამოსახოს. კიდევ ერთ-ერთი ფუნქცია ულამაზესი. შეგვიძლია გამოვიყვანოთ ამინდი, აი ასე, საათი და ძალიან მრავალი სხვა ფუნქციები. ეხლა რაც შეეხება აი ამ გრაფას, გვაქვს ტოპები, შეგიძლიათ ტოპებში გადახვიდეთ, სხვის მიერ შექმნილები, ეს ძველი დუმი ვისაც გახსოვთ. ზუსტად იგივე იკონკა, ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ჩააგდოთ, დაამატოთ და წამოწვეთ და უბრალოდ გაერთოთ აი ამ სილამაზით, რომელსაც აი ეს შესანიშნავი гаджеტი გადმოცემს. ამ device-ის მიმართ არც ერთი პიროვნება გულგრილი არ დარჩება. დამერწმუნეთ ხალხო, იმიტომ რომ ეს არის უსაყვარლესი, ულამაზესი, უჭყეტელესი, უპიქსელესი და ურეტროესი device-ი. უბრალოდ წადით და იყიდეთ. დამერწმუნეთ, რომ გაწყილებული არ დარჩებით. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტეთ ნამდვილად ამ device-ის ყიდვა, ლინკი მითითებული იქნება Amazon-ის. აუცილებლად გაკეთეთ ლაიკები და კომენტარები. ლაიკები იმისთვის, რომ გადავიღო თქვენთვის შემდეგში კიდევ ერთი საინტერესო гаджеტის review. Review-ები გზაშია, მზადების პროცესშია, მოინერვიულებთ, ვიდეოებიც, როგორც ხედავთ, მოუხშირე და ლაიკები აკლიათ ჩემ ვიდეოს, იმისათვის რომ არ გავჩერდე და აუცილებლად უნდა იშურეთ ლაიკებს. წავედით. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. I've been a real bad boy on the town all night. Starting to calm down with the morning light. I've been